საქართველოს ვიცავდით. ჩვენ ვამბობდით არა რუსულ კანონს. იმიტომ რუსეთი ძალიან ბევრი ქვეყანებთან ბრძოლობდა და არ მომეწონა რომ აფხაზეთი წაგვარდა. მაგის შემდეგ აღარასოდეს არ მოწონა. ჩვენ თავისუფლებას ვღუდავთ და არ გვექნება თავისუფალი სიტყვა. ჩვენთან ძალიან ბევრი გაჭირვებულია და რომ ნორმალური ცხოვრება გქონდეს კარგი და უფრო იმაზე გადავიდე რა სწავლაზე. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობა აფხაზეთიდან დევნილ მალხაზ ლაკერბაიას და მის ოჯახს არ აპატიეს და მისი 4 შვილი შიმშილისთვის გაწირეს. ლაკერბაია ქუჩაში მარტის აჯანყების პირველივე დღიდან იდგა. ჩემ შვილებთან ერთად მივდიოდი ჩვეულებრივად და ვაპროტესტებდი რუსულ კანონს, რომელიც ჩემთვის მეუღებელია და ვერ დავთმობ მე არც ერთ ფასად და ვერ არაფრის ფასად ჩვენს თავისუფლებას და ვერც ქვეყნის მომავალს. რა ხედავთ რომ ქვეყანა გვეკარგება და ჩვენს უბრალოდ 4 შვილი მყავს რა. არ მსურს უბრალოდ რომ რუსეთის გუბერნია გახდეს საქართველო რა. მინდა რომ ჩემ შვილებს ჰქონდეს ნორმალური მომავალი. სოციალურად დაუცველმა ოჯახმა და 4 შვილის მამამ უკეთესი ცხოვრების ნაცვლად სახელმწიფოს მხრიდან მისი შვილებისთვის გამოტანილი შიმშილობის განაჩენი მიიღო. საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო ოჯახს უხსნიან სოციალურ დახმარებას და შესაშინებლად მიუგზავნეს პოლიციაც. ბევრ რამეს მოვიკლებთ. კიდე ბევრ რამეს მოვიკლებთ, ოღონდ ქვეყანა იყო, ქვეყანა გადარჩეს და ჩვენი თავისუფლება გადარჩეს, რომელიც სისხლით მოპოვებულია რა. არ მაინტერესებს ეხა ამი დამსჯიან თუ როგორ დამსჯიან რა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე ჩემ ქვეყანას და თავისუფლებას არაფრის ფასად ვერ დავთმობ რა. ყველაფერი 9 მარტის დარბევიდან 3 დღეში დაიწყო. სოციალურმა აგენტმა არასამუშაო დღეს კვირას 12 მარტს გადაწყვიტა, რომ ლაკერბაიებთან შემოწმებაზე უნდა მისულიყო. როგორც ოჯახის უფროსი გვიყვება, აგენტს არ დაუმალავს რით მიიქცია კვირა დღეს სოცდაუცველმა ოჯახმა უწყების ყურადღება. ლაკერბაია იხსენებს, რომ აგენტმა ზაირად არსაწემ მას პირდაპირ უთხრა, როგორ ისჯებოდა აქციებზე სიარულის გამო და რომ ეს ბრძანება ზემოდან მოდიოდა. თქვენ სოციალური კლუბი შეგიჩერდათ, მეთქი რა მიზეზით მეთქი რა. თქვენი მეუღლეო საჯარო მოხელე არისო. მეთქი უკაცრავად მეთქი მეუღლესთან გაშორებული ვარ. თქვენ მეუღლეს მანქანა ყავს. მეთქი ხო გაგიმეორეთ რომ მეუღლეს გაშორებული ვარ და მას თავის ცხოვრება, მე ჩემი ცხოვრება მაქვს რა. თქვენო რაღაცა შემჩნეული ხართო აქციებზე. მეთქი ამას რატომ ეუბნებით მეთქი? კარგით. აქციებზე სიარულში. ხო აქციებზე დადიხართ, ნუ კი მეთქი და კარგი ხვალ მოდითო და ის საბუთები მოიტანეთო განქორწინებისო. ფორმალობისთვის მოთხოვნილი დოკუმენტები მალხაზ ლაკერბაიამ სოციალურ სამსახურში მეორე დღესვე 13 მარტს მიიტანა. თუმცა იქ პირდაპირ უთხრეს, რომ მათ მიერვე მოთხოვნილი საბუთები სინამდვილეში არ სჭირდებოდა და 350 ლარის ოდენობის სოციალური დახმარება უკვე შეუწყვიტეს. აქციებზე რა მიზნით დადიხართო რა? რო დავიცვა ჩემი ქვეყნის თავისუფლება, ჩემი შვილების მომავალი, თქვენი შვილებისთვის დავდივარ მეთქი რა. მე გამოვიარე მეთქი აფხაზეთი 29 დეკემბერს მეთქი ენგური გადმოვცურე მეთქი რა. ჩემ დებთან ერთად და მშობლებთან ერთად მეთქი და მე ჩემმა შვილებმა იგივე არ მინდა რომ ნახონ და იგივე რომ განიცადონ მეთქი. თითქოს და ისე მიყურებდნენ, მე ვიყო პრორუსი და ვიყო ის ქვეყნის მოღალატე და ესენი იყვნენ პატრიოტები. სოციალური სამსახურის სამგორის განყოფილებაში იმის გასარკვევად მივდივართ, რატომ მიაკითხეს აქციის მონაწილეს დახმარების შეწყვეტის მუქარით საცხოვრებელ ბინაში. აქციებიდან რამდენიმე დღეში. პრობლემა რა არის თქო, მაგას გეკითხები? არ არის სწორი გაიგე. 2014-დან ახლა გაიგეთ, რომ ის ბავშვი 2020-ში დაიბადა? მე ჩვენ ახლა მიყო, ქალბატონი ზაირა ახლა იყო. ანუ ამდენი წელი არ მისულ ხართ ამ ოჯახში? სხვა რაიონში იყო. სხვა რაიონში. არა, ცხოვრობენ 2017-დან. არ ვიცით ქალბატონი. წყებაში უარყოფენ ბენეფიციარების პოლიტიკური აქტივობების გამო დასჯის ფაქტს. თუმცა ვერც იმას გვეუბნებიან, რატომ გახდა ლაკერბაიების ოჯახის გადამოწმება საჭირო მაინც და მაინც ახლა. მოწმდება ოჯახები
მორიგი გადამოწმება არ და მივედი იმიტომ მე ჩემინებით კი არ ვსულა. რამდენი ხანია რაც ეს ოჯახი არ შემოწმებულა? 2020 წლის შემდეგ არ შემოწმებულა. სოციალური აგენტი ზაირა დარსაძე თავად გვეუბნება, რომ ლაკერბაიების ოჯახმა ბოლოს შემოწმება 2020 წელს გაიარა. დადგენილი წესის თანახმად ხელახალი კონტროლი სოციალურად დაუცველ ოჯახს მხოლოდ 4 წლის გასვლის შემდეგ, ანუ 2024 წელს უწევდა. ესე კარდა იწყებს იმ ადამიანების დევნა, ვინც აქციებში მონაწილეობდა. რაიმე გაუკვევლად ხო არ მithქვია? არა, მე ფაქტები მაქვს და მაგიტომ გეკითხები. არა, ვერ გექნებათ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს. სოციალური დახმარების შეწყვეტის მუქარით რეპრესიები ლაკერბაიების ოჯახზე ამით არ დასრულებულა. სოციალური აგენტის ვიზიტიდან ზუსტად 2 საათში ნადირაძის 21-ში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც მივიდნენ. ფორმიანებმა აქციების მონაწილეს უთხრეს, რომ სახლში უნდა იჯდეს. თუ აქციებზე ისევ ნახავენ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება. ჭკუით იყავი რა და სახში იჯექი. მეთქი ჭკუით რატო უნდა ვიყო და სახში რო ვზივარ, ახლა სახში ვარ მეთქი და რატო მეუბნებით მაგას მეთქი რა. ნუ ეს შენთვის აჯობებს რა, იმიტომ რომ შენთვის ასე მოვფიქრებთ რამ მუხლით ავღზრათ საქმე. მეთქი რითაც გინდა დაღზერეთ, მე არაფერს არ ვაშავ, ვისწავ ჩემ ქვეყანას და ჩემი შვილების მომავალს. შავი ჟილეტები შინაგან საქმეთა სამინისტროს. სამგორის პოლიციის განყოფილებაში ბუნებრივია არავინ გვიდასტურებს, რომ მათი თანამშრომლები აქციის მონაწილეების შესაშინებლად კარდაკარ დადიან. თუმცა, კითხვას ხომ არ ექნება ფორმიანი პოლიციელების ლაკერბაიებთან მისვლა კორპუსის სათვალთვალო კამერებს გადაღებული განყოფილების უფროსის მოადგილე გაურბის. როგორ არის შეუძლებელი კამერაში ჩანს თქვენი ორი თანამშრომელი რომ მიდის? ფიზიკურად ვერ არის. რატომ გააქრეთ უკვე? თქვენ ამოიღეთ უკვე კორპუსიდან? შოთა ნადირაძის 21-ში ლაკერბაიების საცხოვრებელ მისამართზე არაერთი ვიდეო სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. დავინტერესდით ამ კამერების ჩანაწერების ბედით. თუმცა კომპანია დირში ინფორმაციის გაცემას თავს არიდებენ. პოლიცია იყო მოსული კამერებიდან რამის ამოსაღებად? მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, რა გითხრათ, გაყიდვების მენეჯერი ვარ. შეგიძლიათ დარეკოთ და მოგწეროთ. როცა მგონია რომ თავს არიდებთ უბრალოდ პასუხს. მე არ ვიცი თქვენ რა გაინტერესებთ, მაგრამ გაყიდვების მენეჯერი ვარ. რაზე გავიგე, მაგრამ თქვენ ხო არ ხართ მარტო ოფისში? ხო და არ არის ვინც არის პასუხისმგებელი და გაგცემთ მაგას. ერთი პასუხისმგებელი არა, დირსის უცნაური პოზიციის საპირისპიროდ ლაკერბაიების კორპუსის სპეცთანამშრომელი, რომელიც ყველა შემსვლელს და გამომსვლელს აკონტროლებს, გვიდასტურებს, რომ პოლიციელები ამ მისამართზე მიმდინარე კვირაში ნამდვილად და თან არაერთხელ იყვნენ. ინფორმაციას აღარ იძლევიან ეს. დირსი? ხო, ის პოლიცია თუ არ მიუყანება ისა? პოლიციის გარეშე ანუ ჩანაწერებს არ იძლევიან. 6 პოლიციელი დავინახე დაიარეს, ჩემს არაფერი არ უთხრა. დღესაც იყვნენ ორი გოგო და ბიჭმა გაიარეს, არ ჩემს არაფერი. პოლიციელები ისა? კი, პოლიცია ეწერა თუკნიდან. პოლიციელები და სოციალური აგენტები მარიამ კანდელაკთან არ მისულან. ის თბილისის მერიის თანამშრომელია. რუსული კანონის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე ისიც ყოფილი ქმრის და შვილების მსგავსად იდგა. მერიის მომსახურების ოპერატორი ამის შემდეგ სამსახურში უკვე თითით საჩვენებელი გახდა, როგორც აქციებზე მოსიარულე. ვართ ნაციონალები, რა თქმა უნდა, რომ ვართ ქვეყნის მოღალატეები, რომ არ გვესმის, რომ ჩვენთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული და რომ რუსეთთან ამ კანონს არანაირი შეხება არ აქვს და ასე შემდეგ. თუ ზეწოლა არ იქნება, ჩემი უშუალო ხელმძღვანელობისგან არ მეშინია, რომ რამე მოხდება, იმიტომ რომ კარგი ხელმძღვანელობა მყავდა. ზეწოლის მოლოდინში ვარ. ზემოდან. დიახ. მხოლოდ ეს ერთი ისტორია ადასტურებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად რა მასშტაბის რეპრესიებს უწყობს ხელისუფლება მისივე მოქალაქეებს. მზად არის 4 არასრულწლოვანი შიმშილისთვის გაწიროს თუ მათ მამას აქციაზე ნახავენ. ძალიან უსამართლობაა და დიდი მადლობა მინდა უთხრა ქართულ ოცნებას, რომელიც თქვენთან ერთად 7 წელი გავატარე ქართული ოცნების სოოლაკის ზონის უფროსი ვიყავი და გვერდში რო გედექით, ამაზე კიდე მადლობა მინდა გითხრათ, რომ წყლის ჭავლით რო ჩამომრეცხეთ ეს ჭუჭყი. დიდი მადლობა რომ ტყვიების მესროლეთ და მომარტყეთ. ლაკერბაიების ამბავი მხოლოდ ერთი ისტორიაა, თუმცა რიგითი მოქალაქეების ტერორი, სუსის თანამშრომლების კარდაკარ სიარული და მათი დაშინება უკვე წლებია ქართული სპეცსამსახურების ხელწერად იქცა. შაბათის გუნდმა მოიპოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომლის მიმოწერა, რომელიც ადასტურებს, რომ რიგითი მოქალაქეების დაშინებით ივანიშვილის რეჟიმი მათ გაჩუმებას აიძულებს და ზუსტად ასე ინარჩუნებს ხელისუფლებას. სატრანსპორტო კომპანიაში ავტობუსის ბრძოლა უნდა და მუშაობის დაწყება, ხო?
და რატო არ დააწყებინეს თუ იცით ძღობად რატო არ მიიღეს? რანით ბევრი იწვანდა მაღაზე მაგა. ეს მოქალაქე არსენა ლასარეიშვილის დედაა. 42 წლის საქართველოს მოქალაქეს თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში ავტობუსის მძღოლად მუშაობა უნდოდა. განაცხადი შეავსო. ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, თუმცა უარი უთხრეს. რა უპასუხეს მერიიდან გახსოვთ? არაფერი. არ გამოეხმაურნენ. არ გამოეხმაურნენ საწოდამდე. ახლა ლასარეიშვილის ოჯახი პირველად გაიგებს მიზეზს, რის გამო იხურება დასაქმების მსურველი ავტობუსის მძღოლისთვის ყველა კარი. ლასარეიშვილის მონაცემები სუსის თანამშრომლების მიმოწერაში აღმოვაჩინეთ. ირკვევა, რომ მერიამ მოწონებული კადრის დასასაქმებლად ნებართვას სუსს თხოვა. სუსმა კი ის დაბლოკა. მხოლოდ იმის გამო, რომ მძღოლობის მსურველი ნაციონალური მოძრაობის ზონის უფროსთან გიორგი ვაჟბედაშვილთან მეგობრობდა. რატომ უნდა გადაწყვეტოს? სუს იგი არა უცნება? თუ რა ჯანდაბა? იგივეა ხო? ხო, იგივეა ხო. მაგელი კაცო? რომელი გაგვახარა ერთად მაგალითად რომელი? რა ვქონათ ახლა? კარგად იყო ჩემი ჯილები და ყველა წვრილები. არსენა ლასარეიშვილმა საბოლოოდ ქვეყანა დატოვა და ახლა ამერიკაში ემიგრანტია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების 2020 და 21 წლების ასობით მიმოწერა ხელში ჩვენს გუნდს ჩაუვარდა. აქ არის პირდაპირი მტკიცებულებები რეჟიმის მიერ ხალხისთვის მოწყობილ რეპრესიებზე. ხათუნა რუხაიას მუშაობის დაწყება თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კონტროლიორად უნდოდა, თუმცა მერიას მის დასაქმებაზე უარი სუსმა უთხრა. ჩვენს მიერ მოპოვებული ჩანაწერები დგინდება, რომ ქალი შავსიაში ოპოზიციის მხარდაჭერის გამო ჩასვეს. ხათუნა საზღვარგარეთ არის? არ არის აქ. დიდი ხანია? კი, საკმაოდ. სადღაც მუშაობის დაწყებას ცდილობდა და ვერ დაიწყო, ხო? გახსოვთ ეგ ამბავი იცით? კი, დიდი ალბათობით, იმიტომ რომ სამუშაოდ წავიდა ცხოეთში და ხო, ანუ აქ ვერ იშოვა სამსახური. ქალი იძულებული გახადეს ქვეყნიდან წასულიყო და ემიგრანტების ჯარს შეერთებოდა. სუსის თანამშრომლების მიმოწერაში არის ასობით შემთხვევა, როგორ ბლოკავენ საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველებს მხოლოდ იმის გამო, რომ მათი ნათესავი ან მეგობარი ოპოზიციის მხარდამჭერია. ჩვენ სუსელების მიმოწერაში მოყვანილი ფაქტები კარდაკარ გადავამოწმეთ. ყველაფერი ერთი-ერთში დადასტურდა. გიორგი აბრამიშვილს ვეძებ. თქვენ მამა ბრძანდებით? ხელფას იღებდით თქვენ 2020 წელს დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოდან და იცით სუსი წერს რომ ამის გამო დაიწუნეს და არ მიიღეს სამსახურში მაშინ თქვენი შვილი იცით? ფაქტია რომ არ მიიღეს ხო მაშინ? ხო, არ მიიღეს რა. ასოღიც არ მისცეს რომ გიორგი აბრამიშვილი მერიის უსაფრთხოების სამსახურში იმის გამო არ მიიღეს რომ მისი მშობლები ნინო ბურჯანაძის პარტიას არჩევნების დროს ეხმარებოდნენ. ამის გამო ხერხემლის დაზიანების მქონე აბრამიშვილი იძულებული გახდა ფიზიკურ სამუშაოზე გასულიყო, რომ პენსიონერი მშობლები, ორსული ცოლი და კიდევ 2 შვილი შიმშილისგან ეხსნა. მიყავთ იქ აეროპორტში და იქ თქვენ თუ ხართ გავლილი ისყრია თეთრი ქვები ყრია და იმას გასონებზე. აი იმ თეთრი ქვებიდან აი ოდნავ ამოწვერილი რომ აქვს ბალახს თავი, იმას ათხრევინებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ ამდენი გამონაბოლქვი ორხრივ მოძრაობა იქიდან აქედან ამდენი მანქანები, ამდენი გამონაბოლქვი შესულქა და პლუს მაგას დილიდან საღამომდე 5 საათამდე წახრილები და აი თითები შვილო, აი შეგეცოდება დახეთკილი აქვს. ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლებას სწორედ ასეთი ადამიანების რეკეტით ინარჩუნებს. დევნის, ავიწროებს და შიმშილისთვის იმეტებს ხალხს, ვინც შესაძლოა მათსავით არ ფიქრობდეს. საყოველთაო რეკეტი ამ ქვეყანაში თითქმის ყველა ოჯახამდე მივიდა. გირჩის წევრების ფოტოების მოწონების გამო სამსახურში პრობლემები შეუქმნეს ერეკლე იორდანიშვილს. სუსის თანამშრომლების მიმოწერაში პირდაპირ წერია, რომ იორდანიშვილი ოპოზიციის გვერდების ეგრეთ წოდებული დალაიქების გამო არასანდო კაცია. გირჩის მოწონება Facebook-ზე დააისახნაო? და მაგას იწიებენ? ეს ერეკლე იორდანიშვილის მამაა. მის კანდიდატურას სუსი ცესკოში დასანიშნად არჩევდა. მე რას დავალაიქებ და როგორ დავალაიქებ, ამას უკი დასდებს? ფაქტია, ხო. მოდიში და პაშლიანი გჩორტო რა. ვინც დავალაიქებს, ვისი რა ისაა. ვის რა ესაქმება? აბსურდის ქვეყანა არის თუ არა? მითხარ, ემებას ხო ხარ ჟურნალისტი? არის თუ არა აბსურდის ქვეყანა? სამწუხაროდ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს, იკვლევს და ოპერატიულ ცნობად აქცევს იმ ადამიანების ცხოვრებასაც კი, რომლებიც საჯარო მოხელეები არ არიან. მაგრამ თუნდაც კონტრაქტის გაფორმებას აპირებენ ამა თუ იმ სამთავრობო უწყებასთან.
ასე მოხდა სუსის კრებსებში სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ლევან ზაზაძე. იმის გამო რომ სოციალურ ქსელში რაღაცა შეიძლება ვაკომენტარებ და ვიღაცას არ მოწონს შეიძლება ოპოზიციურად განწყობილი იყო ან პირიქით პოზიციურად განწყობილი იყო ეს სულაც არ ნიშნავს ვინმეს მხარდაჭერილი ვარ და რომელიმე პოლიტიკის აქტივისტი. ქვეყნის მოქალაქე ვარ და ჩემი აზრით დაფიქსირებული ნებისმიერ დროს შემიძლია შეიძლება იყოს პოზიციურად განწყობილი ჩემი აზრით შეიძლება იყოს ოპოზიციურად განწყობილი. ამიტომ მე ვერ ხვდები რომ ჯერატონ და იქნებოდა ვიღაც პირადში ვიღაც ტიპი და იქიდან გადაწყვიტოს რომ ვინმე სამსახურში ამის გამო ამიყვანოს ან არ ამიყვანოს. მაგრამ მეცი ეხლა ვერ წარმოვიდგენდი რომ ეს საუბარი შედგებოდა საერთოდ სუსის სულახალ ფაილებში კიდევ ბევრ წარმოუდგენელ ამბავს ვკითხულობთ. ტელეფონის ნომრებით და სახელგვარებითაა მოცემული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ თანამშრომლების ვინაობა, ვინც ყველა ოჯახში ძვება და ყველას ცხოვრებას ქექავს. შეიძლება სტალინის დიქტატორი იყო, ახლა იმას მეწყო ატოჩკი, რაღაცა ისაკიო. ყველა დასაფეთე მომოთ, უფრო ყველა ზუახენი, ფედეცა დააფუტავს საკითხავად. რაშუაში თავალია თავის საქმეს ყოლე. და რომელი პარტიისია, აშეხებრო ან ანსურობა. თავის საქმეს შეაფლოფინ ნაცვლად. იავთარაშვილის ოჯახში არ ესმით რა კავშირია სამსახურის დაწყებასა და ელენე ხოშტარიას გვერდის მოწონებას შორის. თუმცა ფაქტია, რომ განათლების სამინისტროშიც კადრების შერჩევა სუსის მითითებით ხდებოდა. იავთარაშვილი იმის გამო დაიწუნეს, რომ ელენე ხოშტარიას გვერდი ჰქონდა მოწონებული. 2020-ში იყავით წევრობის დასანიშნი კანდიდატი, ამ ინფორმაციას ვამოწმებ. 2020 წლის დეკემბერში იყო კონკურსი. კონკურსში მივიღე მონაწილეობა. შეიძლება ვერსიასთან კონკურსანტებზე რაიმე ტიპის ინფორმაციას აგროვებდეთ. ვინც დაინიშნა სუსი მათგან ეგრეთ წოდებულ მაყარიჩს, ანუ პატივისცემას ითხოვს. დაწუნებულებთან ერთად ბუნებრივია ჩვენს მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში არიან მოწონებული კანდიდატებიც, ანუ ადამიანები, რომლებიც მხარს ქართულ ოცნებას უჭერენ. ბერიძემ დააფიქსირა სახელმწიფო გუნდისადმი მხარდაჭერა. მიზან შეწონილია მისი დანიშვნა ზემოთხსენებულ პოზიციაზე. მარიამ ბერიძე მანდატურად მას შემდეგ დანიშნეს, რაც გაარკვიეს, რომ თავადაც და მისი ოჯახის წევრებიც ოცნების გუნდის მხარდამჭერები იყვნენ. დატოვეთ ახლა ჩვენი საცხოვრების ტერიტორია და მეორედ აღარ დავიწყოთ ტერიტორიაზე იყოს. კარგი? მარიამ, რატომ? იყო რაღაცა 17 წლისა ჩემთან ერთად რაღაცა კომისიაში, ერთდღიან კომისიაში იყო და დამთავრდა ეგ. ძალიან ადრე. მანდატურში მუშაობა. მანდატურში წელს დაიწყო მუშაობა. ხო, მაგას გულისხმობ, ეს შარშანდელი მონაცემებია. დავით გულდედავა, ანი მარტყოფლიშვილი, ჯულიეტა სიდომეტოვი, ვაჟა მღვდელაძე, ლაშა ლეონიძე, ზაზა თაგაური, ავთანდილ ჯორჯიკია და სხვა ასობით საქართველოს მოქალაქე სუსის ფილტრს გადის. ზოგს უმართლებს, ზოგს არა. ყველაფერი მაინც მათ პოლიტიკურ გემოვნებაზეა დამოკიდებული. ნინა შუბიტიძე იქ ცხოვრობს, თუ იცით? აღარ. მანდატურის სამსახურში მუშაობს, თუ იცით? კი, დაიწყო მუშაობა. ათობით პირთან მივედით. ყველა მისამართზე თავად სუსმა მიგვიყვანა. ირაკლის მერიაში უნდა დაიწყო მუშაობა და დაიწყო? გომელაურ ლილუაშვილის შესახებად უნდა ითქვას, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც ოპერატიულ ცნობებად აქციეს, ნამდვილი აღმოჩნდა. ანუ წიაღის ეროვნულ სააგენტოში არ დაუწყია მუშაობა. IT-ია, ხო, ბექა? კი, აი. ვინც დაიწუნეს, ისევ უმუშევარია. ვინც მოიწონეს, მუშაობს და ალბათ ხვდებით, რომ ამის გამო ხელისუფლებასთან მუდმივ ვალშია. სუსი კი აგრძელებს დასაქმების ბიუროს ფუნქციით მუშაობას და ადამიანების ბედით თამაშს. იმ ადამიანების, რომლებიც მათი ვერდიქტის გამო ხშირ შემთხვევაში ოჯახებს და ქვეყანას ტოვებენ.